მახარაძე ატარა. შემოდის მახარაძე, დაიძრა თავისი ადგილიდან. შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ 60 კილოგრამის ფინალური დაპირისპირება საქართველოს თასზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის, რომელსაც გუშინდა დღეს მასპინძლობს გორის ახალი სპორტის სასახლე, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად და ნორმალურად ორგანიზებულად ტარდება ტურნირი. დიმიტრი ხაჩიძე შემოვიდა მახარაძე და იხმეს დიმიტრი ხაჩიძე. იწყება შეხვედრად, საჭისაც მისცემს ნიშანს. თუმცა ჯერჯერობით რადგანაც გვიანდება დაწყება. აქ რაღაც ტექნიკური პრობლემა არის, როგორც მივხედავ, ინტერნეტის პრობლემა, რაც კაბელებს ასწორებს ამდინოს წარმომადგენელი და ამითი არის ეს პაუზაც გამოწვეული, ტაბლოც გათიშულია. ჩვენ წინ გვაქვს 23 წლამდელების ჩემპიონატები მოვისტუმრეთ, აი ხა დღეს მოვჩებით, ეროვნული ჩემპიონატი მოვჩა, გვაქვს კიდევ საქართველოს ჩემპიონატი 15 და 20 წლამდელებს შორის ორივე სტილში. და ნუ შემდეგ ყველაფერი ამაში ევროპის ჩემპიონატები და მსოფლიო ჩემპიონატები. ერთ-ერთი მსოფლიო 15 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მარტო ევროპა. ამასაკის ევროპის ჩემპიონატი მარტში გაიმართება ტირანაში ალბანეთი და მსოფლიო გაიმართება ოქტომბერში სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 23 წლამდელთა შორის. ისევ გაითიშა ტაბლო, ისევ გრძელდება ეს ტექნიკური პრობლემები. ჩაირთო და ყველაფერი მზად არის, შეხვედრას დაიწყო კიდევაც უკვე შეხვედრა. ბურჯუმს ესეც წარმოადგენელი ყავს ფინალურ ბლოკში დიმიტრი ხაჩიძე. საერთოდაც ბოლო წლებში ბორჯომს მაინც და მაინც ბევრი არ აყავს, მაგრამ ვინც ყავდა საკმაოდ სახელოვანი სპორტსმენი, რევაზ ლაშხი, ოლიმპიადის ფინალისტი და ევროპის ჩემპიონი. აი ამის შემდეგ წამოვიდა ჯერ თემურ ჭკუასელიძე გამოჩნდა აქედან და დიმიტრი ხაჩიძეც მალევე ისინი თითქმის ერთი თაობა არიან, ჭკუასელიძე და ხაჩიძე. ცოტა მოუხდა უხეშად აჭარელ სპორტსმენს. ტაბლო ისე უკვე ჩაირთო ტაბლო. ასაწყისიდანვე უფრო გამოიკვეთა ხაჩიძის უპირატესობა და მართლაც აი მსაჯებმა პასიურად მიიჩნიეს მახარაძე და ის დგება ჩოგჯენში 1-0 დაწინაურდა ბორჯომელი სპორტსმენი დიმიტრი ხაჩიძე. ჩოგჯენში ახლა ნახოთ როგორი ჭიდაობს, გაზდის თუ არა თავის უპირატესობას, კარგად კი შეეკრა. ამდენი მცდელობაც უკვე ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით კარგად იცავს თავს მახარაძე. არა სალამსაჯმა, კარგად დაიცვა, შენიღა დაიცვა თავი. თითქმის ნახევარი ლეიბი შემოიარეს, უკვე საჩას ვერაფერში ვერ მივედავებით. ხაჩიძემ ვერ გამოიყენა თავის შანსი და ანგარიში დარჩა კლავაც 1-0 მის სასარგებლოდ, ანუ ბორჯომელი სპორტსმენის სასარგებლოდ.
ისევ დგომში გრძელდება, თუმცა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ხა ვერ ვიტყვით, რომ ეს დაზორი თვიჭიდაობაა და რაღაც თავს ზოგავენ და ერთმანეთს ერიდებიან. ჯერჯერობით ყავაც ხაჩიძის უფრო მეტად აქტიურობს ხაჩიძე. პირველი პერიოდი 40 წამირჩება მის დასრულებამდე და მთლიანად მთელი ეს გავლილი პერიოდი ლეიბის შუაგულში დგანას სპორტსმენები მოჭიდავეები ჯერჯერობით ანგარიში ერთადერთი ქულა ისიც არა ილეთით, არამედ საჩთა გადაწყვეტილებით მიღებული, რომელიც მიანიჭეს ბორჯომელ სპორტსმენს ხაჩიძეს. მიწურა ესეთი უფრო ხაჩიძე აქტიურობდა, შეიძლება ესეთი ტაქტიკა ქონდა, მახარაძეს ნახოთ გამოჩნდა რომ მეორე ნახევარში ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე ცოტა სარისკო ესეთი ტაქტიკა პირველ პერიოდში შეგნებულად პასივობის არჩევა, იმიტომ რომ შეგიძლია პირიქით ჯობია რომ ხო და მეორე პერიოდში ახლა უკვე იგივე რო განმეორდეს უპირატესობას იღებს მისი მეტოქი. ხო, როგორ მეუბნეს კი შეიძლება არ მივიდეს მაგამდე საქმე. მეორეში ნაკლები ძალა გაქვს. პირველში შეიძლება სამჯერ დაგაწვირალოს და დამთავრდეს ყველაფერი. არა, ყოველ შემთხვევაში პირველ პერიოდში აქტიურობა სპორტსმენისთვის წამგებიანი, ახლა წესებიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე. დამთავრების მანავე მოეწყობა 55 კილოგრამის ოლიმპიური კატეგორიის ჩემპიონი და დასრულდა ეს შესვენება და დაბრუნდნენ უკვე ლეიბზე, გრძელდება ჩვენი შეხვედრა, დაიწყო მეორე პერიოდი და აქ ტემპმა აი ნახეთ კიდევ უფრო მოიმატა და ბევრად უფრო მეტია სკოპიაში. თუმცა აქაც უფრო ხაჩიძე აი საწყის მებში უფრო ხაჩიძე უფრო აქტიურობს. აიყვანა მიდეც ხალიჩიდან 1-0 და 2-0 მოსწევდა და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში პარტებში მოხვედრა ხაჩიძემ აირიდა თავიდან. აი ახაც ისე ჭიდაობს რომ ცოტა ნაკლებად საეჭვია მართლაც დააყენენ, თუმცა რა ვიცი ამ წესებიდან გამომდინარე ვეაფერს იტყვი წინასწარ. პაუზის მერეც უფრო ალბათ ჩააგენებენ აი ახლა მაინც 2-1 ესე უფრო სამართლიანი იქნება, თუმცა ის ერთი ქულა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რომელიც მეორე ნახევარში მიიღო ბორჯომელმა. ფეხი აიტკივა, ასტევდა უფრო სწორად მახარაძეს, შემოვიდა ექიმი და ისე მცირე პაუზა, იმედია რომ სერიოზული არაფერი არ არის. მოკლედ 2-1 ანგარიში ხაჩიძის სასარგებლოდ და ხაჩიძე გახლავთ ჩოგჯენში ჩამდგარი. გადამწყვეტი მომენტი მახარაძისთვის წამოსწია და მშვენიერი შანსი მაინც უნდა გაიყვანოს და გავაკმოთ. გაყვანისთვის აძლევს ერთ ქულას. გაყვანისთვის, მაგრამ თავათაც შეეხო ერთი ბეჭით, თავარი არბიტრი ორ ქულას აჩვენებს, აჭარელებმა გამოაგდეს და შემდეგ უკან წაიღეს ის თავის ბალიში, იმიტომ რომ ორი ქულა მიიღო. აქ გაფრთხილება მიიღო ამასთან ხაჩიძემ. ხო, ხალიჩიდან გაქცევისთვის, ანუ ერთი ქულა მიიღო შესაბამისად ხალიჩ მეტოქის ხალიჩიდან გაქცევისთვის მახარაძემ და ერთიც ხალიჩიდან გაყვანისთვის, ესე გამოდის. და პლუს ამ გაფრთხილების გამო პარტებში დატოვეს ხაჩიძე.
უბრალოდ არა მოვიქულა ჩვენ აი თავად მსაჯმა მალხაჯურბენაძემ გდებისთვის მოვიქულა და გაფრთხილება ხაჩიძეს და პარტებში თუმცა მანამ ლეიბის მსაჯმა ერთი ქულა ჩვენა აი ხა აჭარლები ისე დაობენ რაღაცაზე და შემოვალდეს ჩელენჯი აი ხა რაღაც დაობენ ავიც ორი ქულა მიიღეს 4 ქულა სარანაირად ავიღო ალბათ 4-ს ითხოვენ ხმეტი რა უნდა მოითხოვონ კი ბატონო წამოაყენა გადააგდო მაგრამ რა თავისხიანი გდებაც ავიღო თავადაც ხალიჩაზე მოხვედრილი იყო თავად მოხვდა ვეჭებზე აგერ ნახეთ აგერ ერთი აქ უკვე გასწულებიც არიან გარეთ ო ფეხიც რაღაც გადმულივით ქონდა ცოტა ოდნავ მაგრამ მაინც უკვე დააგვირდით ფეხი შეგნით კი ქონდა ხა ზონის შეგნით ო ეხლა გადმოვიდოთ ბურჯომელებს პროტესტი არ გამიკვირდებოდა და აჭარელები ასაპროტესტებენ ვერ მეხუთი არა იმათ თავიდანვე მწვრთნელმა თავიდანვე ანიშნებდა რაღაცას ხელით და აქედან მალხაჯურბენაძე მთავარი საჯიც რაღაცას მიანიშნებდა საბოლოო ჯამში 3-2 დატოვეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ჩოგჯენი არის ხაჩიძე ჩოგჯენში. სამი ხო, ნუ თუმცა ხარისხის უპირატესობა აქვს მახარაძეს ამ შემთხვევაში, მაგრამ ხო და თან მეტოქე პარტებში ყავს. 5 და 40 წამი ზოლის დასრულებამ. დაიწყო შეტევა მახარაძემ ჩოგჯენში, კიდე წამოსწე დაატრიალა, აქ უკვე ულაპარაკობთ. შემდეგ კინაღამ მოკლა ეჭებზე ვერა, მაგრამ ორი ქულა მიიღო ხაჩიძემაც და ისევ 5-5 და ისევ მახარაძეს აწყობს საყაინო ანგარიში. ხო, მომდეთ მახარაძეს აქვს ორი ქულა და 1, ხაჩიძეს აქვს 2-1-1-1. გაგზავნა ჭიდაობა 5-5-ია ხარისხის წყალობით იგებს ჯერჯერობით მახარაძე. ერთი წუთი ცოტა მეტია დარჩენილი, დრო საკმარისი არის და მე მგონი აქ ისეთი ჭიდაობა არის ჩვენ კიდევ ვიხილავ გდებს. დღომში ზონის ცენტრში გრძელდება ჭიდაობა საკმაოდ გაზაბული შეხვედრა არის. გადაურჩა ხალჩიდან გასვლას ხაჩიძე თუმცა რამდენიმე წამი დაკარგა. არა და ეხა დრო მისთვის მნიშვნელოვანია და საპირისპიროდ მუშაობს მახარაძეზე დრო. 23 წამი დარჩენილია 5-5 და იგებს საყაინო ანგარიშზე ბესო მახარაძე ბათუმელი აჭარელი სპორტსმენი. შეუტია ხაჩიძე მათამზე ნაკლები დარჩა. ხაჩიძე ცდილობს თუმცა თავს კარგად იცავს მახარაძე. ორი წამი არა აქ უკვე ყველაფერი დასრულდა და საქართველოს ჩემპიონი გახდა ბესო მახარაძე. აჭარის წარმომადგენელი ვერცხლის медаლი მიიღო ბორჯომელმა დიმიტრი ხაჩიძემ. ხოლო რაც შეეხება ბრინჯაოს медаლოსნებს ესენი გახლავთ ლანჩხუთელი თამას ხლონტი და თბილისელი კახა გოგინაშვილი. ეხლა კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ორი ქულა და ერთი ქულა ქონდა გამარჯვებულს და 2-1-1 ესე ქონდა ხაჩიძეს და 2 ქულიდან მოიგო მახარაძე. გაიმარჯვა ბესო მახარაძე მაჭარა.